მოგესალმებით ყველას. მდინარეზე ვარ გამოსული. სქერული ანკესებით ვზაობ, ფიდერებით. წერაზე მდინარე ამღვრეულია, ნაცნარია წოხანდელი. დილა, სადღაც 7 საათი იქნება ალბათ. ახოთ რა იქნება დღეს. Trams. Წვერა დაჯდა. აი ასეთი პირველი წვერა. კარგია დასაწყისისთვის. არის რაღაც ასეთი კარგი ზომის წვერა დაჯდა. აი ასეთი. კარგია. ასეთი ზომის. მონტაჟი ასეთი გვაქვს, 70 გრამიანი სიმძიმეა გაკეთებული. რეზინის ტოპი, ასეთი ვერტლოგი მერე მოდის. აი ასე და ორი სადავი. სადავი 25 დიამეტრისაა. ფლუოროკარბონისგან უკეთებ და 10 ნომერი ნემსხავები მაქვს გაკეთებული 2 წელი. Trams. არის რაღაც ეს კაი ზომის ამო. ასეთი. კი, წვერა. კარგი ზომის წვერა დაჯდა, კიდე ერთი. აი ასეთი.
ბიჭია. გოუშვათ. ამ ხანაგებთან თავის. გოუშვათ ისე სათქუარად წურბელას უკეთებ, ვინც არ იცის წურბელის გაკეთება, ასე უნდა გავამშრალოთ, თორე ისე სრიალებს ხელში ვერ დაიჭერ. ასე გავამშრალებ და ეგ თავთან რო აქ ითიც ეწებება, იმას ვაჭრი. ასე. პატარას. და თან კიდე ოდნავ პატარას ოდნავ მოვაჭრი. всё. ასე გავაკეთებ და ესე იქნება დაახლოებით. მეორე წურბელასაც იგივე პროცედურა ჩაუტარეთ და გავაკეთებ ნემსგავსე. აუშვათ. წვანეთია ვერ მოგძებნე დღეს, აქ სადაც მეგულებოდა იქ ვერ მიპოვე და შევეშვი დავანებე თავი. წურბელა მაქვს მარტო. ისე წვანეთიაზე ცოტა კარგად მოდის. ყოფილა ისეთი დღეები, რომ წურბელა საერთოდ არ ეკარებოდა და წვანეთიაზე მოდიოდა. თან წვანეთიაზე კიდე ხრამული მოდის კარგად. წურბელაზე არ მოდის. ერთხელ მაქვს მარტო დანაჭერი ხრამული ისეთ შემთხვევით ალბათ წურბელით. თუმცა წვანეთიაზე მოდიოდა. ეს ფიდერები სადღაც 10 წლის უკან მაქვს ნაყიდი. 10 წელი იქნება კი. ესენი ფლაგმანის ფირმისა, მეორე დაივის. 10 წელია რომ აქვს და რა ვიცი. არც გამწყდა რა, არც არაფერი. ყველაფერი კარგად მუშაობს. ალბათ კიდე გაძლევს 10 წელი, მე მგონია. აი ასეთ კარანკესის სასადებში მაქვს. ეს ყარია. ეს გაყოფილებები აქვს. 4 ანკესი იტევა, 4 ფიდერი. შუაში კოჭების დასაცავი ისა აქვს. კოჭები რო ერთმანეთს არ შეეხოს. ასე აწყობილად 4 ანკესი ჩადის ამაში. სიგნალიზატორები კიდე აქვს ცალკე. თევზის გამოსაყვანი ბადეც ეტევა ამაში. ასე რო ატარებ ანკესს მერე არ გატყდება არაფრით. უფრო მეტად ანკესი ტყდება ტრანსპორტირების დროს. თევზი ანკეს ვერასდროს ვერ გატეხავს. ეს პიკერიც ამათი ტოლია სადღაც. დაახლოებით. ესეც ძალიან მიყვარს ეს ანკესი, ძალიან გრძნობიარე ანკესია და პატარა თევზების დასაჭერად კარგია. სიგნალიზატორები ეს Golden Cage-ისა აუცილებელი არა, სიგნალიზატორის კოპლზე თევზაობდი და მაშინ მაქვს შენაძენი კოპლისთვის კარგია და ასეთი პატარა თევზებისთვის. თუ დიდი თევზი დაჯდა დაჩენებს და სიგნალებს და თუ პატარა თევზი, მაშინ არა. უნდა უყურო იმას. თვითონ ანკესებით. გერი აქეთ გადმოვიტანე. ნავიგას არისო არაფერი და
გონი არის ჩარტყმები. ამის შეკიდაჭი და ესეთი უკვე 11 საათი ხდება წვერა 8 საათის მერე წვერა არ დამიჭერია. ესე იგი 7-ზე მოვედი 1 საათის განმავლობაში იყო აქტიური წვერა და всё მერე თორჩა მე ორი ცალი ქაშაპი დავიჭირე და გასერტი ჩარტყმაც არ ყოფილა მეტი. ახლა განახებთ რა დავიჭირე დღეს. პატარა წვერები კიდე დავიჭირე. არ გადამეღია ოღონდ. აი ასეთი წვერებია. ასეთი კაი ზომის 1, 2 მესამე, მე-4 და რა ვიცი 4, 5 წალი, 6 წალი წვერაა და 2 ქაშაპი. ესაა სულ დღევანდელი დილის თევზაობა. თევზები იყვნენ დღეს 1-5 კაცი იდგა ზევით, აკეთებებითაც, მაგრამ მათაც არაფერი არ დაუჯერიათ, წავიდნენ ყველა. ყველა წავიდა და ახლა უკვე მე წავალ ალბათ. აბა ყველას კარგი თევზაობა და კარგად ბრძანდებოდეთ. გამოიწერეთ არხი, თუ მოგეწონათ. მომავალ თევზაობამდე.